ძალიან ბევრი ცვლილებებია კინოსამყაროს ინდუსტრიაში, ასე რომ დარჩით ჩემთან ბოლომდე. Netflix-მა გაუშვა ხელიდან ხელშეკრულება Warner Bros-ის შესყიდვის და ჩაიგდო Paramount-მა, რასაც მე უკვე დიდი ხანია წინასწარ მეტყოლებდი. რაც შეეხება Paramount-ს, რატომ მომწონს მე ეს? მე რაც არ უნდა James Gunn-ის წინააღმდეგი არ ვიყო, Zack Snyder-ის სამყარო მომწონს DC-ის სამყაროში და ყველანაირად შესაძლებელია რომ ის დაუბრუნდეს თავის საქმიანობას, რადგან Paramount-ის ხელმძღვანელობა ძალიან კარგად იცნობს, Paramount-ის ხელმძღვანელობა კიდევ Trump-ს ძალიან კარგად იცნობს და გასაკვირიც აღარ იყო რომ Warner Bros-ი მის ხელში აღმოჩნდებოდა. James Gunn-ის ბედიღბას რაც შეეხება მას 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი და ნახოთ რა სიზამს იღებ ჩვენ Supergirls, ასევე მივიღებთ მწვანე ფანებს, ესე ტიზერებიც უკვე მივიღეთ, მაგრამ აი დანარჩენ პროექტებთან შეიძლება სადღაც შუაგზაში მოუწიოს გაჩერება, მაგრამ მიიყვანოს ბოლომდე. ახლა რაც შეეხება Sony-ის ხელმძღვანელობიდანაც მივიღეთ ახალი ინტერვიუ, სადაც ისინი ამბობენ, რომ ადამიანი ობობას ირგვლივ შექმნიან ისევ ახალ სამყაროს და ვინაც არიცით აგიხსნით ადამიანის ობობას უფლებები მათმა იყიდეს Marvel-ისგან და მისი სამყაროს, მისი გმირების თუ ანტიგმირების და ყოველ 2 წელიწადში ვალდებულები არიან ისინი რომ გააკეთონ კინოეკრანიზაცია ან მულტიპლიკაციური ფილმები, თუ არ გააკეთებენ უფლებები ავტომატურად გადადის უკან Marvel-ში. ამის გამო ჩვენ მივიღეთ რამოდენიმე წლების განმავლობაში ძალიან სისულელები, Morbius-ი და იქ სხვა რაღაცეები, რაც გამართლებული არ იყო, როგორც ასე ვთქვათ. ერთადერთი რამაც გამართლა იყო Venom-ი, Craven-ის მომეწონა, მაგრამ გამართლებული არ იყო. იტოქში წააგეს 100 მილიონი, მაგრამ აი სადიმალება სინამდვილე მათ კი წააგეს 100 მილიონი, მაგრამ თვითონ ადამიანი ობობას უფლებები ეხლა შეფასებული არის 20 მილიარდად. ამიტომ 100 მილიონის წაგება მე მგონი რეზონულია. ახალ სამყაროს ჩამოაყალიბებენ ალბათ სულ სხვა ადამიანი ობობაზე, აი აგერ მაგალითად თუ გაქვს ნუარი ობობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ Ben Reilly-ა და არა Peter Parker-ი, ასევე მე მგონი ახალ ადამიანი ობობას ისტორია შექმნიან პარალელურად Tom Holland-თან ერთად და ჩემი აზრით ძალიანაც კარგი, იქნებ კინოს ძალიან დიდი დრო დაუთმოს Sony-მ, იმიტომ რომ აქვს მაგის პოტენციალი, ფულიც აქვს მაგისი. ეს იყო სულთლიანი ინფორმაცია, დამეწერეთ კომენტარებში რასთან დაკავშირებით გინდათ გაიგოთ ისევე სიახლეები. მე კი მადლობას გიხდით და მომავალ შეხვედრამდე.